გამარჯობათ მეგობრებო. მინდა ჩემი ვალდებულება შევასრულო და გავაკეთო ეს განცხადება. როგორც უკვე Facebook-ზე დავდე ვიდეო და ვისაც აინტერესებდა უყურა 30 ოქტომბერს მივმართე TV პირველს რომ გამეკეთებინა ჩემ საქმესთან დაკავშირებით სატელევიზიო განცხადება. ასევე შევეცადე რომ მიმემართა ფორმულასთვის, ტელევიზია ფორმულასთვის და შევეცადე რომ მიშასთვის მიმეწვდინა ხმა, ესე ვთქვათ, მივწერე WhatsApp-ში. ასევე მაკასაც ჩიხლაძეს მივწერე WhatsApp-ში. მაგრამ ამ დრომდე არავინ არ გამომეხმაურა, ესე ვთქვათ. რა კომენტარი შემიძლია ერთადერთი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, მე ჩავთვალე რომ ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად რეზონანსული საქმეები არის და ხდება ისეთი ამბები, რომ რაღაცა ჩემი საქმე, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით ბევრად ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვისაც და საერთოდ ყველასთვის რა ადამიანებს პირბადეზე იჭერენ რა დროს რაღაცა ჩემი პირადი პრობლემა აი ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი ჩემ თავთან რომ ეს გამეკეთებინა და გავაკეთე ის რომ შევეცადე აი ამ ორ ტელევიზიასთან მივსულიყავი და მე ესე ვთქვათ მეთხოვა რომ მოეცათ საშუალება რომ ჩემ პრობლემაზე კიდევ ერთხელ მესაუბრა. მოკლედ აი ეს მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა, ვისაც რა თქმა უნდა აინტერესებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. აი მოვედი TV პირველში იმ მიზნით რომ განმეორებით გავაკეთო განცხადება, სატელევიზიო განცხადება ჩემ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეხლა შევდივარ TV პირველში, აი აქ ვარ TV პირველის გამოსვლელი და ნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია და რა გამოვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩემი მცდელობა იყო სატელევიზიო განცხადება რომ გამეკეთებინა 30 ოქტომბერს 2025 წლის. დღეს არის 9 ნოემბერი 2025 წლის.